არის პოზიტიური სტიმულები და არის ნეგატიური სტიმულები. ნეგატიური სტიმული რა არის? ხო, კომპრომატი ყველაზე აქვს ბიზნესს, ხო? იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ზეტები, ეს არის მისი ბესტსელერი. ის მართლა რა სხვა წიგნებს კი არ კითხულობს, როგორც ახლა ეს ფილოსოფიაზე გამართი რო დაიწყო, არამედ აი ეს არის მის საკითხავი, რომ აი ზეტი რას ქვია, დაფაილებული, ვინ ვისთან იწვა წინა დღეს, ვინ ვის რა უთხრა ტელეფონზე რო დაურეკა და ამ შემდეგ მიდი საკუთარ ის არის, დიდი პაპკაა რა. ყოველ საღამოს ამას კითხულობს. ეს უყვარს ძალიან. ჭორაობა უყვარს, მაგრამ და ძალიან აინტერესებს ვინ ვისთან წევს, ვინ ვისთან ისა და ამ შემდეგ, ხო? ცდილობდა რომ ჩემთანაც მოეყოლა ხოლმე ეს ამბები და მე ვიშორებდი რა. ხო და რა ქვია ეს არის კომპრომატი რა თქმა უნდა და კომპრომატი აქვს ყველაზე, ეხა აი რელიგიაზე რო იმაშვებია. ხო ესენი ცით რა მაგარი მორწმუნეები არიან. აღსარებას ეკლესიაში კი არ აბარებენ. თვითონ იბარებენ აღსარებას სუში მამაოებისგან. აი ესეთი მაგარი მორწმუნეები არიან რა. ხო და იმის თქმა მინდა რომ ესე რომ ვთქვათ კომპრომატი არის მისი უნივერსალური იარაღი და ყველაზე აქვს კომპრომატი ძირითადად ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე მუშაობს ეს სპეცსამსახურები გარდა ამისა ყველას პატარა ბოსტანი მოუზრომა ყველას ხო რომ აი შენ შეგიძლია მილიონი მოიპარო შენ შეგიძლია 100,000 ეს თირანჟირება აქვს რა და აი ამ ფარგლებში ახლა ყველას თავისი ის აქვს და ყველა თავის პატარა ჭიას ახარებს ხო მაგრამ იმაზე მეტი არ უნდა მოიპარო რაც გითხრეს, იმიტომ რომ ეს უკვე დასჯადია, იმიტომ რომ ეს ბიზნეს ფულია. სახელმწიფო ბიუჯეტი ხო ისიც ბიზნეს ფულია. ბიზნეს თავის ფული და სახელმწიფო ბიუჯეტის გაყოფილი აღარ აქვს. ერთი საფულეშია ყველაფერი რა. გითხრეს მილიონი, 10 მილიონს მოიპარო დაისჯები რა.